სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საქართველოს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარას არსებითი განხილვა და სახელმწიფოს კითხვები გამოუგზავნა. ქართული ფარა ერთ-ერთია იმ კანონებს შორის, რომლის გაუქმების რეკომენდაციაც გასცა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულმა ანგარიშის მიხედვით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ფარას და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული კანონები უნდა გაუქმდეს ან სულ მცირე შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ლევან ნატროშვილი გაგვარგოს დეტალებში. მოგესალმებით ლევან, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რა დასაბუთებები გაითვალისწინა სტრასბურგმა, როცა მიიღო წარმოებაში ეს საქმე ფარასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ესე ვთქვათ რა განხილება ფარასთან მიმართებით სტრასბურგში? მოგესალმებით. რაც შეეხება კონკრეტულად ფარას შემთხვევას, სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო განხილვა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაშვებადობის კუთხით პრობლემა არ აქვს ამ საჩივარს, რომელიც წარდგენილი იქნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და რამდენიმე მედია ორგანიზაციის მიერ და რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი როდესაც დასრულდება, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ რეალურად ეს კანონი, რაც საქართველოში არის მიღებული, ეწინააღმდეგება იმ ძირითად მუხლებს, რომელიც კონვენციაში, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში არის გაწერილი. როდის იქნება გადაწყვეტილება რთული სათქმელია, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პროცესი არის, როგორც წესი, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ამ კომუნიკაციით გავიგეთ, რომ მათ განსაკუთრებული გავლენის მქონე საქმედ შეიძლება ჩათვალონ ეს საქმე, შეიძლება უფრო სწრაფ ვადებში მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ანუ ეს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მნიშვნელოვანი დაავა და მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვა ქვეყნების პრაქტიკაზეც, პრეცედენტული გავლენა შეიძლება ჰქონდეს. მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი არა მარტო საქართველოში არის პრობლემური, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც გახდა უკვე პრობლემა. შესაბამისად, გარკვეული პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს ამ დავას და გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნეს მიღებული, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ხომ? თან ჩვენ ვიცით, რომ არაერთი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი არ შეესაბამება იმ კონვენციებს, რაც ევროპის კონტინენტზე მოქმედებს. მოსკოვის მექანიზმი ახსენეთ, ასევე ვენეციის კომისიას აქვს დასკვნა გაკეთებული, ევროპის საბჭოს და ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს გაკრიტიკებული ეს კონკრეტული კანონი და არა მხოლოდ ეს კანონი. და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ წარმატებით დასრულდება ეს დავა. ესე ვთქვათ, ალბათ გაგზავნის პასუხებს ამ კითხვებზე, ესე ვთქვათ, მთავრობაც როგორ ფიქრობთ, აი რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს თვითონ საქმის მიმდინარეობაზე, მაშინ როდესაც ესე ვთქვათ, მეორე მხარეს არსებობს ზუსტად აი ამდენი შეფასება უკვე, რომელიც ზუსტად ერთი და იგივე ხაზს ატარებს, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს ფაქტობრივად ეს რეაქციული კანონები, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული. ეს არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც მთავრობას, იმ ქვეყნის მთავრობას უგზავნიან, ასე ვთქვათ, წერილს, რომ მათ საკუთარი მოსაზრებები მიაწოდონ სასამართლოს. და აქ ჩვენ არ მგონია რაღაც ახალი არგუმენტი მოვისმინოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან, ვინაიდან, როგორც თქვენ თქვით, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, ვენეციის კომისიის დასკვნის ფარგლებში ის არგუმენტები, რაც აქამდე ქონდა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობას, ის არგუმენტები ფაქტობრივად გაბათილებული იყო, ხომ? ანუ არ იქნა მიჩნეული შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ მგონია, რომ აქ რამე პრინციპულად განსხვავებული პოზიცია იქნება საქართველოს მთავრობას და რთული იქნება მათი არგუმენტების გაბათილება. უბრალოდ ეს არის ფორმალური პროცედურა და შევხედავთ რა პასუხებს გააგზავნიან მთავრობიდან. აი რა მნიშვნელობა აქვს, ესე ვთქვათ, ამ კანონების გასაჩივრებას სტრასბურგში, იმიტომ რომ მე გადყვობთ საია განსაკუთრებით და ყველა სხვა, ესე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც ძალიან გიჭირთ დღეს ფუნქციონირება, მაინც ესე ვთქვათ, ჯიუტად სტრასბურგთან გააქვთ აი ეს კონტაქტი. რატომ და რა არის ამაში მნიშვნელოვანი? რა გზაა ეს და ვისთვის არის ეს გზა? მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ
ევროპის ადამიანთა სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო აღსასრულებლად ქვეყნისთვის განსხვავებით მაგალითად იმ მოსაზრებებისგან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ხომ, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, შეიძლება ქვეყანა მოისმინოს ეს რეკომენდაციები, მაგრამ არ აღასრულოს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე სავალდებულო არის და შესაბამისი რეაგირება მოყვება თუ არ აღსრულდება, ხო, სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. მეორე ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება დარწმუნებული ვარ ამაში. ეს რა თქმა უნდა დიდ გავლენას მოახდენს ზოგადად იმ დამოკიდებულებაზე, რაც აქვს დღეს ქართულ ოცნებას ამ კანონების მიმართ ზოგადად, ანუ მათ ფაქტობრივად გამოეცილოთ ყოველგვარი არგუმენტი, ხომ, ანუ აქამდე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ ვიგებთ 10-ით 0-ს თუ რაღაც ისეთი განცხადება იყო წინაზე გაკეთებული, რაც ისედაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი გვექნება ჩვენ დემოკრატიის, ასე ვთქვათ, გულშემატკივრებს ამ ქვეყანაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, რომ რეალურად მათი კანონები არ არის დემოკრატიული კანონები და არ შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გადაწყვეტილება სწრაფად იქნეს მიღებული. ასევე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თითქმის დასრულდა განხილვა აი ამ შესწავლა მეორე საჩივრის, რომელიც ეხებოდა პირველ რუსულ კანონს, ეგრეთ წოდებულს, რომელიც ფორმალურად გრანტების კანონამ პირველი რომელიც მიიღეს ეს იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ანუ ეს არის პირველი კანონი და გრანტების შესახებ კანონზეც საჩივარი არის წარდგენილი და ამაზეც ალბათ მომავალში იქნება რა თქმა უნდა მსჯელობა. ანუ თლიანობაში უნდა განვიხილოთ ჩვენ ზოგადად ეს ყველა შემზღუდველი კანონი, ვინაიდან ყველას მიზანი ერთი და იგივეა, ხომ, რეალურად, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად ის დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც აქამდე არსებობდნენ და იღებდნენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, მათთვის რესურსების მაქსიმალურად შეზღუდვა, მათი სტიგმატიზება, მათი განდევნა, რეპრესია, ანუ ეს არის მიზანი ნებისმიერი მსგავსი კანონის სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც, ხო, გაცხადებული მიზანია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე ყველა გარწმუნდა და თავადაც აღიარებენ ქართული ოცნების ლიდერები, რომ ეს კანონი არ არის რაღაცა გამჭვირვალობის შესახებ, როდესაც თავიდან იყო საუბარი ამაზე. ეს კანონი არის იმისთვის, რომ უბრალოდ არ იარსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოებამ, არ იარსებობს კონკრეტულმა ცალკეულმა ფიზიკურმა პირებმა, რომელსაც სურთ, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში, გამოთქვან საკუთარი აზრი, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით პროტესტი იქნება თუ რაღაც აქცია ჩაატარონ და ასე შემდეგ. ხო, ნუ ყველაფერს აზიანებს აი ასეთი შემზღუდველი კანონები. და სულ ბოლოს მინდა გითხრათ, რომ რადგან ესე ვთქვათ სტრასბურგმა მიიღო ეს საჩივრები სხვადასხვა კანონებთან მიმართებით, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ანუ ზეგავლენის შეფასებაც არის ამ კანონების შესაძლებელი ქვეყნის შიგნით, ხო და აი ამაზეც მინდა რომ მითხრათ, რომ უკვე ესე ვთქვათ რა მოუტანა აი ამ კანონებმა სამოქალაქო საზოგადოებას და მათ ვინც ესე ვთქვათ დემოკრატიის მხარეს დგანან, როგორც თქვენ. ხო, ანუ ნახეთ საკმაოდ მძიმე სიტუაცია რეალურად დღეს სამოქალაქო საზოგადოებაში. ფაქტობრივად ყოველგვარი ასე ვთქვათ დაფინანსების წყარო, მხარდაჭერის წყარო, ხოლმე ფინანსებზე არ არის საუბარი, უბრალოდ მაგალითად დახმარება, როგორც არის ტექნიკური დახმარება, რჩევა და ასე შემდეგ, ესეც კი შეიძლება იყოს ასე ვთქვათ შეზღუდული ამ ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, რაც ჩვენ გვაქვს აი განსაკუთრებით ბოლო ცვლილებების შემდეგ, რაც მარტში იქნა მიღებული, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან მძიმე სიტუაციაში არის ეს ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება, ფაქტობრივად მათ აღარ აქვთ რესურსებზე წვდომა, თუმცა დღემდე მაინც ახერხებენ ძირითადი ორგანიზაციები გააგრძელონ მუშაობა. გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, სანამ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს და როდემდე შეძლებენ ეს ორგანიზაციები მუშაობას, მაგრამ აქ უკვე ორგანიზაციებზე აღარ არის, ანუ ინდივიდებზეც არის ხომ ეს ყველაფერი გადასული და არა მარტო ორგანიზაციულად, არამედ ცალკეული პირების ქმედებებით შეიძლება მნიშვნელოვნად შეიზღუდოს აი ამ კანონები და მათაც არ ჰქონდათ საშუალება რომ რაღაც აკეთონ ამ ქვეყანაში, ამიტომ საკმაოდ მძიმე გავლენა ჰქონდა
ამ რეგულაციებს და აქვს სამოქალაქო სექტორზე, მედიაზე, მათ შორის ხო განსაკუთრებით ონლაინ მედიას ეხება ეს ყველაფერი. თუმცა უარესიც შეიძლება ყოფილიყო, ხო, მოდი ასე ცოტა ოპტიმისტურადაც შევხედოთ ამ ყველაფერს, ან უარესი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ფაქტობრივად განადგურებულიყო ეს ორგანიზაციები და დღემდე აღარავის აღარ ქონოდა რაიმე აქტივობა ამ ქვეყანაში და მეორე ისიც მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი აღუსრულებელია, ხო, დღეს, ხო, რეალურად შევხედოთ კანონები მიღებული იქნა, მაგრამ დიდწილად არ არის აღსრულებული, ვინაიდან მათი აღსრულება დიდ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მათი აღსრულება გამოიწვევს მკვეთრ ნეგატიურ, ასე ვთქვათ, რეაქციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით და გარკვეული და ახლა უკვე ამ კანონების, ასე ვთქვათ, დაშვება სტრასბურგში, ესეც უკვე, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი ეფექტი იქნება. და შესაძლოა ეს იყოს შემაკავებელი გარკვეულწილად იმ პოლიტიკური გაეწყვილების მიმღები პირებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ არ უნდა აღასრულონ ეს კანონები ისე, როგორც წესით კანონში არის გაწერილი, ვინაიდან დიდ, ასე ვთქვათ, დანახარჯებთან, პოლიტიკურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია სანქციების, კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესების კუთხით, გარკვეული რეაგირებების კუთხით ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით და აქედან გამომდინარეა, რომ ეს კანონები დიდწილად აღუსრულებელია, მაგრამ არავინ იცის, როდის დაიწყებენ მის აღსრულებას. ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია რეალურად, ან ფაქტობრივად დამოკლეს מחულივით კიდიათ სამოქალაქო სექტორს ეს კანონები და დამოკიდებულია იმაზე, თუ პოლიტიკური ნება როდის იქნება ქართულ ოცნებაში, რომ ეს კანონები აღსრულდეს. ხო, აი ეს ქმნის სრულიად არასტაბილურ გარემოს სექტორში. იქნება ეს ფაქტორიც და ამ ფაქტორის გააზრებაც აღმოჩნდეს იმის კატალიზატორი, რომ სტრასბურგმა შედარებით უფრო სწრაფ რეჟიმში ასე ვთქვათ, ნახოთ, ხო, სამწუხაროდ რთული არის ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ აი ის, რაც უკვე ვთქვი, რომ განსაკუთრებული ზეგავლენის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს, ვთქვათ, აი ამ საქმეს, ვაფიქრებთ იმაზე, რომ შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, ხო, ეს საქმე და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტული ძალა, როდესაც იქნება მიღებული. უღრმესი მადლობა ლევან ამ ეთერისთვისაც და მუშაობის გაგრძელებისთვისაც. ლევან ნატროშვილი, ისვედის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩემთან ერთად.